ვაიმე, ძალიან შოკირებული ვარ. დღეს ისე რა ქვია. მანქანაში მქონდა Discovery პლეილისტი ჩართული რა, რაღაც რენდომ სიმღერებს რო გიგდებს შენი გემოვნების მიხედვით და რაღაცა ძალიან ესეთი ხრინწიანი ბლუზი გაიჩითა და ვიღაცა ქალი რაღაც ain't no man can handle me და რაღაცებს ღეროდა და მადლობა თქვით ბლუზის ხმა არ გავაკეთე. ხო და ესა რა ქვია. და ეხლა სახში რომ მოვედი გამახსენდა ეს სიმღერა და მეთქი კიდე მოусმენ თქო და ნეტა ვინ არის თქო. და დავგუგლე და AI არტისტია. და record labels ყავს AI არტისტი რომელიც არის Spotify-ზე. ტოვინი ამიფეთქდა. არ ვიცი how I feel about this. ძალიან ეს ვარ შეშფოთებული, მოტყუებული და ესე მგონია რომ ხიდან გამოჩორკნილი ძაღლები როდებს ხოლმე და ვიღაც ისინი რა ქვია როდებენ რომ აი მთელი ღამე ჩორკნიდი ისო გძნობ ეხა თავს რომ ეგ ადამიანი ვარ ვინც დაიჯერა რომ ხიდან გამოჩორკნილი ძაღლი ნამდვილი იყო არ და ძალიან ისეთი დასლე ბლუზი არის რაღაც და თან მე ვწერია რაღაც Reddit-ზე თუ სადღაც პოსტი იყო რომ YouTube-მა შემომთავაზაო და ესე წერაო რომ რაღაც 50-იანებში დაკარგული ბლუზ არტისტი ის არისო ჩანაწერიო და სინამდვილეში AI არისო. არა და ანუ ისეთი განსაკუთრებული კი არაფერი არ არის ძალიან ბევრი მომღერალია რომელიც შეძლებს მაგ სიმღერის ეგრე მღერას ანუ მინიმუმ Beth Hart-ი უეჭველი დაჟე უფრო მოუხდებოდა მისი რეალური ხმა. არ ვიცი ხა იმიტომ ვიძახი რომ უკვე ვიცი რომ AI არის თუ მანამდეც ეგრე. მაგრამ მანამდეც ეგრე ვიფიქრე რომ Beth Hart-ი ხო არ არის თქო რაღაც მომენტში, მაგრამ ნუ მისი რეპერტუარი ვიცი და ხმასაც ვცნობ და უბრალოდ გავს იმას კიდე უფრო ხრინწი აქვს. მაგრამ ძალიან მოუხდებოდა მოკლედ მისი ხმა. მაგრამ აქ ფაქტი მხოლოდ ის არის კი არა და შემაშფოთებელი რომ AI არტისტია. ძალიან შეშფოთებული ვარ. ანუ ეს არის მომღერლებსაც ჩაანაცვლებს. არა ვერ ჩაანაცვლებს ახლა არ ვიცი. ზედმეტად ამ წამს მოხდა ეს ფაქტი. ეხლა დავგუგლე და არ ვარ მზად მეტი შეფასებებისთვის.